G in the house. Yeah. Es არის es არის ნამდვილი hip-hop-ი. Yeah. G in the house. G in the house. Mama ქალაქიდან სალამი არ მოგანატრებ თავს ანამ ხელში მიჭირავს კალამი არ მოგაბეზრებ თავს მაგრამ საქმელი მრავალი მაქვს და მიკროფონში ვიპოვე გამოსავალი ძიმე ზონა არ მჭირდება კამარი არა ვარ შავკანიანი როგორც კი ან რეკლამარი მაგრამ ჰიპ-ჰოპში არ ჩამქრალა ჩემი ლამპარი შევინარჩუნო სტილი ეს არის ჩემთვის თავარი ჩემი ბიტები ჩემი ლირიკა ჩემი დავარი მომაქვს შენამდე რომ შენ ტვინში გავშალო გარავი თუ არ მოგწონს მაშინ შეცვალე კანალი და გირჩევა რა თამაშო დიდხანს უკანალი გირჩევ მონახო სამალავი მე მჭირდება ჰიპ-ჰოპი როგორც ნარკომან სამალი არ მიყვარს მეტი ლაპარაკი მაგრამ როცა ვლაპარაკობ ზოგიერთ ჭირდება წნევის აპარატი ვაკვირდები ქუჩებს გარემო შეიცვალა მაგრამ არაფერი ჩანს ერთი შეხედვით შენ თუ მოგენატრა ძველი ხანა მე შემიძლია დავაბრუნო ერთი შეხებით და თუ ოდესმე ამ ყველაფერმა დამღალა შენ შეგიძლია მომცე ძალა ერთი შექებით შენ თუ სისტემამ სტიმულია მოგაცალა მე შემიძლია დაგიბრუნო ჩემი ტრეკებით ქუჩაში გაგონილი გეკნება მანქანიდან ისმის დაბოლილი რედმენის ხმა მე და ჩემი კამანდა ვამუღამებ ქუჩებს სანამ ვიღაცეები სურათებში წინ წევენ ტუჩებს არაფერს ვაფუჭებთ მწვანე თერაპიის დახმარებით კივილს ვიხუჭებთ სახეზე ღიმილს ვინარჩუნებთ და როგორც რამოდენიმე წლის წინ დღესაც ძველებურად ვარ ღვევსი ჩუმეს ასე მოვივარ დღემდე ჩემი რითმები ისმის როგორც ბენგ ბენგ რატომ უნდა გავჩერდე როცა შედეგს ვახცევ და შემდეგ ნაბიძელოდება მსმენელი არ გავუცრუვებ იმედებს ვინც ეძებს ის იპოვის ადრე თუ გვიან დაიმახსოვრე ჩემი სახელი კაზი ჯაზი მქვია მე ისევ ჰიპ-ჰოპურად მაცვია მიკროფონია რაცია მომაქვს შენამდე ეს ინფორმაცია ვაკვირდები ქუჩებს გარემო შეიცვალა მაგრამ არაფერი ჩანს ერთი შეხედვით შენ თუ მოგენატრა ძველი ხანა მე შემიძლია დავაბრუნო ერთი შეხებით და თუ ოდესმე ამ ყველაფერმა დამღალა შენ შეგიძლია მომცე ძალა ერთი შექებით შენ თუ სისტემამ სტიმულია მოგაცალა მე შემიძლია დაგიბრუნო ჩემი ტრეკებით ვაკვირდები ქუჩებს გარემო შეიცვალა მაგრამ არაფერი ჩანს ერთი შეხედვით შენ თუ მოგენატრა ძველი ხანა მე შემიძლია დავაბრუნო ერთი შეხებით და თუ ოდესმე ამ ყველაფერმა დამღალა შენ შეგიძლია მომცე ძალა ერთი შექებით შენ თუ სისტემამ სტიმულია მოგაცალა მე შემიძლია დაგიბრუნო ჩემი ტრეკებით G in the house baby 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 ეთერშია კომუნიკატორი, თქვენ მივხვდით ალბათ რომ ჩვენთან სტუმრად არის კაზი ჯაზი, მისი კლიპით დავიწყეთ დღევანდელი ამბავი, ფაქტიურად ქუთაისიც გავიცანით, არა ესეთ სარეკლამო ტურისტული ხედებით. კაზი ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთი დღეს. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ელექტრონავტების დროს პირველად, მეგონი 2 წლის შემდეგ იყო და მერე იყო სისტემა უნდა დაინგრეს და დავიწყოთ არაშენი ბიოგრაფიები და ასე შემდეგ. მე ხშირად მეკითხებიან რომ აი სისტემა უნდა დაინგრესო და დაანგრიეთ ეს სისტემა. შენ როგორ ფიქრობ, რა მდგომარეობაში ვარ? რაღაც პირველ რიგში მოგესალმებთ ყველას და დიდი მადლობა მოწვევისთვის და რავი, რაღაც დოზით დავანგრიეთ მე მგონი. ჭირდება არ ჩაგვიწერია. ჭირდება კიდე დაანგრევა სისტემას? კი, რა თქმა უნდა, ბევრი სისტემა არის კიდე დასანგრევი, აუცილებლად. იმიტომ რომ ის რასაც შენ დღეს ყვები და რასაც პიტაო, რასაც აფურთხებ ბოდიშ თქვენთან, მაგრამ ამას ნიშნავს ხო ჰიპ-ჰოპში. ეს არ არის ესე რა ქვია, ქების და დიდების ტექსტები, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული რაღაცებია. მაინც ჰიპ-ჰოპთან როგორ მიხვედი, აი თავიდან რატო დაინტერესდი საერთოდ? აი რავი, ძალიან ბანალურად, უბრალოდ უსმენდი ჰიპ-ჰოპს და ერთხელაც ვცადე რომ გამერეყო მეც და რა ხნის იყავ მაშინ? მე 12-13 წლის ვიყავი ალბათ დაახლოებით, მაგრამ სერიოზულად ჩავერთე სადღაც 3 წლის წინ ალბათ. მანამდე რას უსმენდი უფრო? რებს უსმენდი სულ მთელი ცხოვრების მანძილზე. კი.
აი ვისი დაიწყე რომელიც შემსრულებით არის? რა ყველა ვისით იწყებს ალბათ ემინემი თუფაკი და რაც იყო პოპულარული საქართველოში. ენა იცოდი? გესმოდა რას გესმოდა? ენა ახლაც ძალიან ცუდად მესმის. არა ეს ენა რო არ გესმის, ანუ ხვდები დაახლოებით რაზე არ კი, რა თქმა უნდა, აი თვითონ რო არ მესმოდეს ბიტით და შესრულების მანერით მიხვდები აუცილებლად რაზე არის სიმღერა. თუ კარგად ახარ გათვითცნობიერებული ჰიპ-ჰოპში და ბევრი ისა გაქვს მონასმენი. ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ ნაჯამ გააკეთა მაშინ ორაშობი სიუჟეტი ქუთაისის შესახებ. ადრე თქვა 90-იანებში თუ ქუთაისი იყო პანკის დედაქალაქი, იმიტომ რომ ბაჯუიადან დაწყებული დამთავრებული რობით პანკი იქიდან წამოვიდა და ყოველთვის ვამართლებდით იმით რომ ეს არის ინდუსტრიული ქალაქი და იქ რაღაც თავის ტკივილი აქვს ამ ქალაქს და ამიტომ ეს გამოიხატება პანკში. შევფიქრობ რომ ქუთაისში ჰიპ-ჰოპი იმიტომ ასეთი აქტუალური დღეს და არის თუ არა ეს არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეს იმიტომ ხდება რომ ქუთაისი ესეთი ინდუსტრიულია, გარკვეულწილად სოციალურად გაჭირვებული ქალაქია თუ რატო? არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუ იმერული სისხლი ვერ გეტყვით, რატო ხდება ეგრე. რავი, დღესდღეობით მაგალითად არც პანკი და არც ჰიპ-ჰოპი ქუთაისში კარგად ვერ არის და იყო წლები, როცა კარგად იყვნენ და არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად. ალბათ შეიძლება უფრო ხო ანუ პროვინცია და რაღაც ისეთი ქალაქი არის რა. და რატო ვერ არის, როგორ ფიქრობ? ანუ არ ვითარდება, ახალი სახეები არ ჩნდება. ხო, ახალი სახეების პრობლემაც არის და რავი, უფრო ენთუზიაზმი იყო ადრე და დღეს უფრო აღარ არის, მე მგონი რა. საერთოდ რამდენად ფიქრობ, ანუ ზოგადად საქართველოში რამდენად არიან პროფესიონალი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები? რავი, ძალიან ბევრი ნიჭიერი არის სხვათა შორის, მაგრამ აი ყველა ისე არის დაწერს სიმღერას, მივა სტუდიაში, ჩაწერს და დებს ინტერნეტში. ანუ ხარდაჭერა არანაირი არავისგან არ არის. 1000 ერთხელ ლაივს თავად თუ მოაწყობენ. ისე დაარჩენ ხარდაჭერა არაფერი, არანაირი. შენ გაქვს საშუალება ქუთაისში რომ პერიოდულად არ ვიცი კონცერტი ჩაატარო ან სადმე გამოხვიდე? მე პირადად არ ვიცი, მე კონცერტის ორგანიზების საკითხებში ვერ ვერკვევი და თუ ვინმე გამოჩნდება, რატომაც არა. თუ ვინმე შემომთავაზებს კონცერტს. იმ დღეს როდესაც თქვენ მთელი ანტურაჟით როცა მოხვედით აქ და წერდით ამ ჩვენ სესიას, რომელსაც ვნახავთ ახლა სულ ცოტა ხანში, მაშინ ბიჭებს უთხარი რომ მეთქი რაღაცნაირად იქნებ საკონცერტო ორგანიზებები, ანუ კონცერტები დაგეგმოთ, იმიტომ რომ შეუძლებელია მიუხედავად ყველანაირი ენთუზიაზმისა, შეუძლებელია არტისტი განვითარდეს, თუ მას რაღაცა რეგულარული შემოსავლის წყარო არ აქვს და თუ ამითი არ ირჩენს თავს. ეს არის კანონი, რომელიც ჩვენ დაწერილი არ არის, დაიწერა 50-იან წლებში, როდესაც როკ-ენ-როლი შეიქმნა და მივხვდი რომ ცოტა დაბნეულები იყვნენ და ანუ მოლოდინი ისეთ შტაბეჭდება მქონდა რომ მოლოდინი იყო რომ აი ადრე ვიღაცა უნდა გამოჩნდეს, იმან უნდა დაგეგმოს ან ვართ ახლა ამ ინტერნეტში და რაღაც გვინდა ეს ყველაფერი. ამ დროს ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ინტერესია, გასაგებია ყველასათვის ეს ენა ახალგაზრდა ადამიანებისათვის და განსაკუთრებული ახლა რაღაცა 100 კილოვატიანი აპარატურაც ამას არ შეხვდება და როგორ ფიქრობ, აქ ცოტა ხო არ არის პრაგმატულობის მომენტი ხო არ აკლია ჰიპ-ჰოპ სცენას დღეს, იმიტომ რომ არ ტარდება იმდენი, შეიძლება არ ვიცით ამის შესახებ. მე დიდი მიზეზი ალბათ ჩემი აზრით ის არის, რომ ხალხი არ უსმენს, ანუ არაკომერციულ ჰიპ-ჰოპს ვაკეთებ ჩვენ მეგობრები ვინც არიან თითქმის ყველა და ხალხს უფრო ის კომერციული მუსიკა უნდა და თბილისში კიდე აქვს აზრი ჩატარებას რამე ივენთის, იმიტომ რომ თბილისში უსმენენ არაკომერციულ ჰიპ-ჰოპს, რაღაც საზოგადოების ნაწილი, მაგრამ აი იქეთ ქუთაისში და სხვა ქალაქებში ჭირს ცოტა. ან თუ მოვლიან ისე არა როგორც საჭიროა, ისე არ მოგისმენენ. აუცილებლად უნდა კითხო ერთ პროექტზე. უკვე ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილ პროექტზე, ჩემი ქალაქი. შენ როგორ მოხდი ამ პროექტში, როდის და ზოგადად რა ფიქრობ ეს პროექტებზე? ჩემმა მეგობრებმა რეპერებმა გადაწყვიტეს ეს პროექტი, რომ გაეკეთებინათ და მე შემეხმიანეს და შემომთავაზეს, რომ ჩართულიყავ. ზოგადად როგორ ფიქრობ, ანუ ესეთი ტიპის პროექტებში რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტი მონაწილეობდეს და ანუ აქტიური იყოს ამ მხრივ? კი, რავი, უნდა იყოს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპიც ეს ხო არის რაღაც ცოტათი პროტესტი მაინც და უფრო მარტივია პროტესტის გამოხატვა ჰიპ-ჰოპით, მე მგონი. კეთილი, მოდი ერთი მაგალითი ვნახოთ შენი შემოქმედების ამ პროექტიდან, ამ პროექტიდან, ჩემი ქალაქიდან. ჩემი ქალაქია ხო, ეს ქვია ხო? ხო. კეთილი, მეგობრებო, მოემზადეთ, იმიტომ რომ იქ გარკვეული სურპრიზი გერით. კეთილი, თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.
Yeah. Jizza in the house. Yeah. ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს ქალაქს. Yeah, yeah. ქალაქს ძინავს ვინმე მუჯიკეთ ხელი გაინტერესებს რა ხდება აქ არაფერი აქ ისევ ძველებურად დომინირებს ნაცრისფერი უმოძრაობისაგან ყველაფერს დაედო მტვერი ქალაქს ძინავს ვინმე მუჯიკეთ ხელი გაინტერესებს რა ხდება აქ არაფერი აქ ისევ ძველებურად დომინირებს ნაცრისფერი უმოძრაობისაგან ყველაფერს დაედო მტვერი ეცი მასას რომელიც სადარბაზოს აფსამს და მეორე დღეს სამშობლოსა დღეგრძელოს აცვამს ეცი პოლიციას როცა არაფერი დამიშავებია და მაინც მომიქციეს ეცი ქალაქის მერს რომელიც იძლევა ბრძანებებს და ჯერაც არ გამსდარა თავის კაბინეტს ეცი მამას რომელიც თავის შვილს მე-13 დაბადების დღეზე ჩუქნის დანას ეცი ვაშკაც რომელიც 24 შვიდზე ბირჟაზე ზის და გამლელებს თვალებს უკაჩავს ეცი მამაოს რომელიც ფულებში ბანაობს და სიცხეში მრევლი უკნევს მარაოს ეცი ჭკუის დამრიგებელს რომელსაც სპირტის სუნი ასდის და თავის ჭკუით მაძლევს იმედებს ეცი შავი ჯიპის მძღოლს როცა მე მინდია მწვანე და ის მაინც გზას არ მithმობს ეცი მაცხარ მუცელს როცა იქვე პატარა ბავშვი თეთრისთვის გამლელებს ხელებს უშმერს ეცი ოჯახს სადაც აცრემლებული ცოლი თავის ხიპიან ქმარს გახდის და ფეხებს დაბანს ეცი ტრადიციას რომელიც იწვევს ადამიანის სულიერ და მორალურ დეგრადაციას ეცი ამბიციას თუკი შენმა გონებამ უკვე დიდი ხნის წინ განიცადა სტუკი ეცი ნაგავიცინს ვისი სიმღერებიც ჩემს ქალაქში თითქმის ყველა მანქანიდან ისმის ეცი ოქრუებს და მდიდრულ იერს თუკი პურის ფული არ აქვს და ხამით ძინავს მშიერს ეცი პოლიციის შუქს როცა ის არ მაძლევს იმედს და უფრო მხდის დაძაბულს ისე დემოკრატიას როცა შენი ყოველი სიტყვა ფეხებზე კიდია ყველა პარტიას ვინმე მუჯიკეთ ხელი გაინტერესებს რა ხდება აქ არაფერი აქ ისევ ძველებურად დომინირებს ნაცრისფერი უმოძრაობისაგან ყველაფერს დაედო მტვერი ქალაქს ძინავს ვინმე მუჯიკეთ ხელი გაინტერესებს რა ხდება აქ არაფერი აქ ისევ ძველებურად დომინირებს ნაცრისფერი უმოძრაობისაგან ყველაფერს დაედო მტვერი Yeah აზჯაზია ჩვენი სტუმარი, თქვენ უყურებთ კომუნიკატორს. საკმაოდ სერიოზული განაცხადები იყო გაკეთებული, შესაბამისი მძიმე ტექსტი, ძალიან მტკივნეული. შენ როგორი რეაქცია გაქვს, უпростоრად შენზე როგორი რეაქცია აქვს ხოლმე, როდესაც ეს სიმღერა არ არის, ახლა პრემიერა არ არის ამ სიმღერის. იმიტომ რომ იყო შესაბამისი რგოლი, რეაქცია როგორი ჰქონდათ, იმიტომ რომ ძალიან მწვავეა ზოგი ადამიანისთვის ესეთი განცხადებების მოსმენა დარწმუნებული. თავიდან მეგონა რომ რაღაც წამოვიდოდა ის გინებების კორიანტელი და რაღაც, მაგრამ რაღაც პირიქით მოხდა და ძალიან გამიხარდა ეს, რომ ეთანხმება ხალხთან სიმღერაც ისეთია კატეგორიულს ხდის, ანუ ანაწილებს ან უნდა მოგწონდეს, ან საერთოდ არ უნდა მოგწონდეს. რა, მე მგონი მოიტანა შედეგი რა. აქედან გამომდინარე, აი რამდენად ფიქრობ. როგორ შეიძლება რომ ან შესაძლებელია თუ არა უბრალოდ რომ აი ჰიპ-ჰოპი იყოს შენი ძირითადი შემოსავლის წყარო და აი ძალიან ნაცნობი პრობლემაა როგორც მუსიკოსი ისე გეუბნები ამას. ანუ ძალიან ნაცნობი პრობლემაა იმ მხრივ რომ მუსიკოსებს აქვთ ყოველთვის რაღაც მეორე სამსახური, საიდანაც იღებენ რაღაც შემოსავალს და ცალკე აკეთებენ მე თვითონ მუსიკას. აი როგორც შემოსავლის წყაროზე რავი, არასოდეს მიფიქრია. არც ის არ არის, ანუ ვერ იშოვნი ფულს მით უმეტეს არაკომერციული მუსიკით. ანუ ეს სიმღერა მიტო გახდა რაღაც ცნობილი, რომ ტექსტია ისეთი. ძიმედ სოციალური. ძიმედ, ხო. და ეს ჟღერადობა, რომ სხვა ტექსტით ყოფილიყო ეს მუსიკა, ეს ბიტი, საერთოდ რა 5000 ნახვა ექნებოდა ალბათ YouTube-ზე, მეტი არაფერი. როგორი ტიპის ტექსტებზე გირჩევნია ხოლმე მუშაობა, აი დაახლოებით მსგავსი როგორც ძიმე სოციალური თუ უფრო სხვა ტიპის ტექსტები? რა, მე უფრო ტრეკები მიყვარს, როცა ვწერ ჰიპ-ჰოპზე. ისევ ჰიპ-ჰოპზე. თვითონ სცენაზე.
როგორია დღეს ეს სცენა ჩვენ მოკლედ ძალიან აღვნიშნეთ ის რომ ეხლა ასე თუ ისე თბილისში არსებობს რაღაცა საინტერესო არტისტები. შენ ვინ მოგწონს, ვინმე ყავს შერჩეული არტისტი, რომელიც ყველაზე ახლოს არის შენთან? კი. ჩემი თანაქალაქელი არის სხვათა შორის, მუშვანი, ახალგაზრდა ბიჭი არის, ძალიან ძლიერი ტრეკები აქვს. ახალია შედარებით, იმიტომ რომ კი, ახალი რა 2 წლის წინ გამოუშვა mixtape და ძალიან მაგარი mixtape გამოუშვა, აი არაკომერციული ჰიპ-ჰოპი არის, underground-ი, ყველაფერი მაგარი აქვს რა, ძალიან პოტენციური ბიჭი არის და დიდი იმედი მაქვს მის. წყალტუბოელი არის. წყალტუბოელებს რაღაცა ესე ხო, თერიკაც ხო წყალტუბოელი. არა, თერიკა თერჯოლები. მე ვარ წყალტუბოელი. ანუ იმერეთის ის არის რა ქვია მაინც. იცი რა მაინტერესებს ეს ყველაფერი ლირიკა, ყველაფერი გასაგებია, რასაკვირველია ტექსტი და რაიმი, მაგრამ გარკვეულწილად ეს უკვე ცოტა სიღრმეში რო შევიდეთ, იგივე ბიტები არ იცვლება, არ არის აი პროგრესი ამ თვალსაზრისით. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, აი ვინ შეიძლება? ჩვენ ცდილობაც კი გქონდა, მე მახსოვს ძალიან ისე ენთუზიაზმით ჩავერთი ამაში, რომ რაღაც აი თბილისური ელექტრონული სცენა და ქუთაისური ჰიპ-ჰოპი დაგვეკავშირებინა, მაგრამ თლად არ გამოგვივიდა ეს სინთეზი. როგორ ფიქრობ, შეიძლება ამის გამოსწორება, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე სცენაზე დღესდღეობით ვერ ხედავთ, თქვა, ანუ უკანა სცენაზე ვერ ხედავთ ადამიანებს. ეს არის მაინც ფონოგრამა უკან, თქვა, პლუსია. ანუ ეგ ბიტმეიკერები არიან, ბევრი ბიტმეიკერები არიან, მაგრამ ეგ DJ-ის პრობლემა არის ალბათ. ქუთაისში არ ყავს DJ, თბილისში არის ერთი DJ გროტასკი, სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი ბიჭი არის. ხო, ანუ DJ-ები გვაკლია. აუცილებლად ვჭირდება. შენ ბიტებზე შენ თვითონ მუშაობ თუ? მე თვითონ ვაკეთებ ჩემ ბიტებს, მაგრამ ბიტმეიკინგი სხვა არის, DJ-ინგი კიდე სხვა არის. აუცილებლად მეკითხო ერთი რაღაც რაც სულ მაინტერესებს ხოლმე. ანუ ყველა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთან მიმართებაში. რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით, რომ აი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი იყოს ნაკითხობაში რას გულისხმობ, რომ ანუ ეცნობოდეს როგორც ძველ ისე ახალ პროზას, პოეზიას და აი რამდენად გაძლევს ხოლმე ეს რაღაც ინსპირაცია, რამდენად არის შენთვის ეს ინსპირაცია? არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ვისაც უსმენ ამერიკელებს ისინი რაღაც გეტოში გაზრდილი შავკანიანები არიან და არ მგონია განათლება ქონდა. უბრალოდ ეს სიტყვის მარაგისთვის გეხმარება ტექსტის დაწერის. როგორ მოსწავლე იყავ სკოლაში? კარგი მოსწავლე. რა, ვერ გეტყვი. ლიტერატურა გიყვარდა, ანუ რისი თქვა გვინდა, იცი რომ აი მაინც და მაინც პოეტი უნდა იყოს. სკოლა დიდად არ მიყვარდა. პოეზიაც არ მიყვარს საერთოდ. მიგაჩნია რომ ეს პოეზიაა? არა, არანაირად. პოეზიისგან ძალიან შორს არის ჩემი. როდესაც ვამბობთ თქვათ იქ რომ ეს არის ურბანული პოეზია და თანამედროვე პოეზია და ეს არის ფუჩური მუსიკა რა, ასე დავარქვათ. ეს არის კუჩის ხმა, ანუ ესე რომ კეთილი, ენასთან დაკავშირებით უნდა დავილაპარაკოთ. ხა ყველაზე ძალიან მე ხიბლავს განსაკუთრებით ქუთაისურ მაშინ რა ქვია, ჰიპ-ჰოპში ის რომ ის როგორც კი უსმენ, ხვდები რომ ადამიანი ქუთაისელია, იმიტომ რომ იქ არ არის არანაირი მორიდება ადგილობრივი ლოკალური სლენგის და ასე შემდეგ. ეს ეგრეთ წოდებული ფიშკაა, ანუ დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება გამართული ქართული ჩაწერო ეს ყველაფერი. თუ ეს იმდენად ბუნებრივია შენთვის რომ ვიდის და არც არა, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა გრამატიკას არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. ანუ როგორაც ვლაპარაკობ ქუჩაში, მაღაზიაში, ისე ვრეპავ ტრეკებშიც. ქართული ენა რატო აირჩიე ხა ამ კითხვის დასმას მინდოდა. ანუ ქართული ანუ აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა, იმიტომ რომ კონკრეტული, იმიტომ რომ ვიღაცები იძახიან რომ აი ქართულმა რეპერმა ქართულად უნდა გარეპოს. ვიღაცები არ ითანხმებიან და მაგით ვკითხე. მიგაჩნია რომ საერთოდ უცხო ენაზე უნდა ქართველმა მე მგონი ქართულად უნდა გარეპოს თუ საქართველოსთვის აკეთებს. აბსოლუტურად გასაგებია. აზი რა გეგმები გაქვს? რავი, გეგმები მინდა mixtape-ის გამოშვება და რავი, ნახოთ. ლეიბლი მე და თერიკა კიდევ აკეთებთ რაღაცას. სად ბაზაზე გამოვა ეს ყველაფერი? არა, ბაზაზე არ ვიცი. ჯერ არ ვიცი სად გამოვა, მაგრამ გამოვა აუცილებლად. ბაზა აი მე მაინტერესებდა ხა ჩემს ახალი აღმოჩენაა ბაზა, ნუ ჯერ პატარა ლეიბლია, ხო? რამდენადაც ვიცი. თითი ხანი არ არის. ანუ ჰიპ-ჰოპ კონექტი არის, თლად ლეიბლიც არ არის. ანუ ჩვენ ხა ზუსტად ეგ მაინტერესებს, რომ ლეიბლი, ჰიპ-ჰოპ ლეიბლი, კონკრეტულად ჰიპ-ჰოპზე ორიენტირებული ლეიბლი, რამდენად გვაქვს? ან რამდენად შეიძლება რომ გქონდეს? საჭიროა თუ არა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საჭიროა ლეიბლი ყველა მუსიკოს სჭირდება, მე მგონი, იმიტომ რომ იქ არის ისეთ საკითხები, რაზეც შემსრულებელი ვერ იფიქრებს, თუნდაც კლიპის გადაღება, კონცერტის ორგანიზება და ასეთი რაღაცები და რავი, საჭიროა, მაგრამ საქართველოში არა გვაქვს და არც ქონია, მე მგონი არასდროს.
ადრე იყო მე მგონი რაღაც ლექსენი და ის იყო ლეიბლში. ხო, ნუ რამდენად ლეიბლი იყო ეს ყველაფერი არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში შენ დღეს აი ამ კომუნიკაციას ახლა შენ გვერდზე რო მოგწერს ვიღაცა რასაკვირველია შენ ხარ ის ადამიანი რომელიც პასუხს გაცემს და პასუხცემ ყველას. შენ იგონებ ამ ვიდეო კლიპებსაც, ხო? კი. ყველა გრაფიკულად გააქვს რაღაცა, არ ვიცი, შენი სპეციალური ლოგოები და იცი წარმოდგენა მაგალითად იგივე mixtape-ზე როგორი უნდა იყოს ეს ვიზუალურად და ასე შემდეგ. კი, რავი, ალბათ mixtape-ს როცა გამოვუშვებ, მერე ვიფიქრებ მაგაზე, სანამ გამოვუშვებ და ჯერ არ მიფიქრია მაგაზე, ჯერ ტრეკების მოყვანა მინდა სრულად. კეთილი, მოდი კიდევ ერთხელ შეგვახსენე წყალტუბოელი რეპერის სახელი. მუშვანი. მუშვანი და ესე რეკომენდაცია აქ უნდა მოვიყვანოთ, თვლი რომ უნდა იყოს ჩიტანა. კი, აუცილებლად. წარმატებები კაზი. მადლობა დიდი. ეხლა ჩვენ დავიხილოთ შენი კიდევ ერთი ცოცხალი ლაივი, რომელიც აქ შეასრულე. სიმღერა სახელწოდებით მეძებე. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს. მადლობა დიდი. კარგად იყო. Yeah, Jizza in the house. Yeah, Metzebe, yeah, Metzebe, yeah. ბევრჯერ მიფიქრია რა იქნება იმის შემდეგ როცა დავხუჭავ თვალებს და გახელას ვეღარ შევძლებ როცა ჩემი გული სამუდამოდ შეწყვეტს ფეთქვას როცა გავაღვიძებ შენში სევდას ვიცი ადრე არის ლაპარაკი ამაზე მაგრამ უზარ მასვენებს ხო და მეც აღარ გავმაზე მინდა ყველაფერი გითხრა რაც მაწუხებს შიგნიდან და გამიგო მეტი არაფერი მინდა საფლავზე ნუ მომიტან ყვავილებს ნუ მომძებნი იქ სადაც განისვენებს ჩემი სხეული რადგან სხეული მკვდარია და მაინც ვერაფერს ვერ იცნობს ჩემი ხორცი მიწად გადაქცეული მინდა ეძებო ჩემი სული და მინდა დაინახო ჩემი სახე ჩემ საყვარელ ფერებში მეძებე ფანჯარასთან წვიმიან დღეებში და მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე Yeah, მეძებე ჩემს დარგულ ხეებში ჩემს ლექსებში რადგან მათში ჩავდე ჩემი სული იპოვინების მიერ დროს გავიდეს რაც არ უნდა ხანი ის არსად არ იქნება წასული და მე არ მინდა მერქვას წარსული მე მინდა ვარსებობდე შენში და ვარსებობდე შენთან ერთად და ჯექი ჩემი დარგული ხის ძირში თუ ოდეს მე მოგინდეს გასაუბრება ჩემთან იცოდე გიპასუხებ ყველაფერზე იცოდე რომ ეს მე ვიქნები ფოთოლი თუ მოწყდა ხეზე ძველებურად შენთან ერთად ვიქნები და ძველებურად მოგისმენ და ვიფიქრებ შენზე არასოდეს გაგზნობინებ სიმარტოვეს შენ ოღონდ მეძებე იმაში რასაც მე დავტოვებ მეძებე ფანჯარასთან წვიმიან დღეებში და მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში მეძებე ჩემს დარგულ ხეებში